მოიძიე და შეკრიბე, რაც შეიძლება მეტი ინდური მარიხუანას ოჯახების წარმომადგენლები და დარგე ყველგან. ეს ფრაზა იმ წერილიდანაა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონმა 1794 წელს თავის მებაღეს მიწერა. როგორ გონიათ, რატომ? ამას წინათ კიდევ იმ ქალაქში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს განაგებს, ანუ ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში, ხანგრძლივი დებატების და კამპანიის შემდეგ მარიხუანას მოწევა ლეგალური გახდა. ვაშინგტონის მოსახლეობამ 60 გრამამდე მარიხუანას ფლობას და სახლში მოწევას საკანონმდებლო არჩევნებისას ხარი პლებისციტით დაუჭირა. ჩვენ სად ვართ ამ დროს? ინტერნეტი გადავქექე და მსოფლიოში სამწუხაროდ ის იშვიათი ქვეყანა აღმოჩნდით, რომელიც საკუთარი მოქალაქეების შარდით თავსებს ბიუჯეტს. რა ქვია, ნეტა ამას 21 საუკუნეში. არა მხოლოდ აქედან იწყება ჩემთვის ამერიკა და თავისუფლება. ჩარლი ჩაპლინიდანაც, ძმები ბლუზებიდანაც, კიდევ რეი ჩარლზიდან და ერთხელ ამერიკიდან, ან უფრო შესანიშნავი შვიდეულიდან და კიდევ უფრო ფენიმორ კუკერის ჩინგაჩგუკიდან. და ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან, ან ელვის პრესლი, როკ-ენ-როლი, დაატენის ქუჩის საეცოებში ნაყინი ლურჯი ჯინსები და პირველი ამერიკული ვინილები, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯენის ჯოპლინი. სხვათა შორის, ადრე ამერიკული ჰოკეიც მიყვარდა. ისე სპორტის რომელი სახეობა არ მიყვარს რომ. ვერ ვიხსენებ, გონი ყველა მიყვარს. მიყვარს რა? ჯვარს კი არ ვიწერ რომელიმეზე. უბრალოდ ყველას უყურებ ხოლმე. არა, არ ვარ მართალი, ის არ მიყვარს. პოლის ჯოხებით ყინულს რომ ხეხავენ. მაგას ჯობს ორი ხელით საკუთარი თავის ჰაერში აწევაში შეეჯიბრონ ერთმანეთს. მოკლედ, იმის თქვა მინდა რომ ამერიკა დაბადებიდან მოდიოდა ჩემკენ. თავად მე ვერაფრით ვახერხებდი იგივეს. ბავშვობის დროინდელ ოცნებებს თუ არ ჩავთვლით. ის კი მაინც თავისით ნაბიჯ-ნაბიჯ მეპარებოდა და მარცვალ აღწევდა სისხლისფერი იმპერიის დაუგმანავი ბრიჭოების გავლით ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც დონალდოთი და პედროთი, რონალდ რეიგანით და საბჭოთა პეპსით, მიკი მაუსით, ტომი ჯერით, ტომ სოიერით და ჰეკლბერი ფინით, ორი მაგარი ბიჭით. არა, ტომ ჰეკამდე ბავშვობის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული წიგნი იყო. ჰარიეტ ბიჭერსდოუს ბიძია თომას ქოხი, პატარა ევას ქერაკულებით და წიგნის კითხვისას პირველი ცხარე ცრემლებით. კევზე გამახსენდა. ისე რაუბადურკი იმპერია იყო ეს საბჭოთა კავშირი. ყოველად უმადლო და სრულიად უნიჭო. ჯერ ხომ მხოლოდ 70 წელი იარსება. სასაცილოდ ცოტაზე ცოტა ხანი იმპერიებისთვის. საუკუნეც კი ვერ გაკაჩა ამ უნიჭოთა უნიჭო ახირება. ერთმა ჩემო უფროსმა მეგობრებმა მითხრა, საბჭოთა კავშირი მგონი იმიტომ დაინგრა, თავისი კევი არ ჰქონდათ და ბავშვებს თავიდანვე ეკიდათ და გულგრილად იყვნენ განწყობილი ესეთი სამშობლოს მიმართ. არის სადაც ისე ლოგიკა. სიმართლე თქვას, კევი კი ჰქონდათ საბჭოთა კავშირში. სანთელებით, წიწილები რომ ეხადა გარედან. ისგან არც ბუშტი იბერებოდა და გემოთიც ძალიან სამორცხვინო იყო. თითქმის არავინ ყიდულობდა. კბილს მოიმტრევდი, ყველაზე ცოტა. ყველაზე მეტი კი კიდევ ერთხელ ეჭვი შეგებარებოდა რომ რაღაცას ძალიან გატყუებდნენ. ის კევი კიდევ ყველაფერს გავდა. ამიტომაც იყო გუდრონს რომ ღვეჭავდით მთელი ბავშვობა. ნამდვილ კევს დაანტრებული საბჭოთა ბალღები. რომელი ეგეთი ბავშვი უგულშემატკივრებდა მას შემდეგ საბჭოთა კავშირს. თან იქვე სახანძროს წინ ვაკეში ავტობუსის გაჩერებაზე გოზალა მწვანე დონალდოს ხით დასლამდა წითელ პედროს ბანეთად. აი, კევები ის იყო, თუ იყო. იშვიათად თუ გაიმეტებდნენ ჩემი 180-მდიანი ხელფასიანი მშობლები, ჩემთვის აი საჩუქარს, მაგრამ როცა იმეტებდნენ და მწვანედ ვერავდი უზარმაზარ ბუშს, ამ ბუშში მოქცეულ ჰაერს ძალიან სხვანაირი და ამერიკული სუნი ჰქონდა. საბჭოც კიდევ კევის გარდა არც დასაცმელი უარგოდა. რას გავდა და რანაირად იყო ჩასმული ხალხი. ან ავტომობილები, ზოგადად ტრანსპორტი, რას გავდა, ან სახლები, კორპუსები. მსგავსი უნიჭობა და უგემოვნობა სადმე თუ მენახოს მე ვიყო უკანასკნელის სკვითი. შედარების უფლება ხომ აქვს. მე ბევრ ქვეყანაში მოხვდი. გამახსენდა ეს ყველაფერი და მივხვდი რომ ეს უბრალოდ საზრელი სასჯელივით იყო. წრფელი პასუხი თავის დროზე ძალიან მთავარის და მნიშვნელოვანის დავიწყებისა და უარყოფისთვის. ბუმერანგი, რომელიც სინდის გარეცხილმა მაიმუნების წითელმა შთამომავლებმა უბრალოდ და პირდაპირ მოინკეს. ააწვეს რამე რომ ვინმე მათი ბედყრული და ჟანგიანი შთამომავალი შეიძლება გამომიხდეს ახლა. მიზეზები ჩამომითვალოს თუ რატომ ვერ გაიმარჯვა ეს ოდენ დიდებულმა იდეამ.
გამახსენოს საბჭოეთის დროინდელი უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება და მსგავსი სიაფანდობები. მახსოვს მე ყველაფერი კარგად. 18 წლის ვიყავ, ეს წითელი ტანჯვა-წამება რომ მორჩა. იმ საბჭოთა უფასო განათლების აგრესიების გონებაზე დღემდე მაქვს აღბეჭდილი. იმ ასევე უფასო ჯანდაცვის კვალსაც დღემდე დაატარებს ჩემი ხორცი და სული. მე არ ვარ მატერიალისტი, ათეისტი და ვიღაც ერთგანზომილებიანი მონღოლი, ვისაც მხოლოდ იმის ჯერავს, რასაც ხედავს, ესმის, ხნოსავს, აგემონებს და ეხება. სომერსეტმა მე მეექვსე გრძნობა მოვიგონეო, რომლის გარეშეც ამ პირველ ხუთს ფასი ეკარგებაო და მას ფული ქვიაო. პატივცემულმა მოემმა არჩევანი თავის დროზე გააკეთა და რის სასარგებლოდაც გააკეთა, კი ჩანს. ეგრეთ უთუა მე მაშინ მეშვიდე გრძნობა ვიცი, რომელსაც ყველაზე დიდ პატივს ვცემდა, რომლის გარეშეც ის პირველი 5 და Z მიფეშკაშებული სომერსეტის მეექვსე ფულიც სულ არ მაინტერესებს. ჩემს მეშვიდე და ყველაზე მაგარ გრძნობას იუმორის გრძნობა ჰქვია. და ადამიანი ჩემთვის უპირველეს ყოვლისა აქედან იწყება. დანარჩენი მანევრებია. რასაც ახლა ვიხსენებდი, ისიც ასეთი მინდოდა ყოფილიყო იუმორიანი, პირდაპირი და მსუბუქი. აბა ძიმე რა ვარ გარო. ძიმე დრო კი მიყვარდა მე. და ახალს მიყვარს. სხვა მხრივ ძიმე არც ცხოვრება ვარგა და არც ეგეთი ქალი აიყვანება ხელში. წელს გაკავება. ისე ამის ეთერში გასვლის შემდეგ კუჩაში თუ გამოჩერეს და შარდის ჩასაბარებლად გამაქანეს, აი იქნება ნამდვილი ქართული ცირკი. ერთი რამე კი მაინც ყოველთვის მეცოდინება. კაი ბიჭის ბექასი არ იყოს, ახალს რომ დაჭერილი ყავთ. არც მე ვარ დამნაშავე.